Anam დაიწყო და ფიქრობდი რომ ძილით ხوار შეიძლება. არა მე მქონდა უკეთესი იდეა, მე მქონდა უკეთესი იდეა დემონსტრაციულად მე ერთხელ დავიძინოთ. ისეთ შე დემონსტრაციო ჩავაქროთ და ვიძინებთ. Because it's სულ ხშირად ვაპარაკობდით ხოლმე, ხა აღარ ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ მაინც ეხლა გკითხავ, რომ აი დაახლოებით დღეში, ღამეში თუ დღეში, ჯამში, რამდენი ღამეში, რამდენი საათი გძინავს? 1-2 საშუალოდ 4-5 საათი. ნამდვილად ასე 4-5 საათი საშუალოდ. ხო, მეც 4-5 საათი უფრო ხუთია ალბათ, მაგრამ აქ პრობლემური ის არის, რომ ვიძინებ, მე მეღვიძება. ანუ შეიძლება დავიძინო ადრე, მაგალითად, მაგრამ და უნდა მეძინოს თქვა 7-8 საათი, მაგრამ იმ ძილის პერიოდში იმდენჯერ მეღვიძება, რომ ჯამში არ გამოდის მაგდენი. მე მგონი თან ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც 4 საათი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჯანსაღად იყონ და რაღაცნაირად კარგად გაატარონ დღე და ჩემთვის 4 საათი არ არის ამისთვის საკმარისი, არც 5. აი 6 უკვე საკმარისია. მე ვიცი რომ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ესე ვიცი რომ 6 საათია დაახლოებით ის დრო, რომელიც აუცილებლად უნდა გეძინოს, მაგრამ რო არ შევიყვანოთ მაყურებელი შეცდომაში. აგერ მყავს პროფესიონალები ჩვენ და მოდი იმათ მოგვითხან რამდენი ხანი უნდა გვეძინოს. მაიაცი რა მოა რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად და მისი სტუმარი ეკა ჭყონია. მოგესალმებით. დღეს აისის სტუმარი არის ეკა ჭყონია, ჩემი მეგობარი, ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ. ძალიან დიდარი კლინიკური პრაქტიკით და აკადემიური გამოცდილებით, ასე რომ მისი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი უნდა გვეძინოს და რა შეიძლება ჩაითვალოს ძილის დარღვევად არის ძალიან საინტერესო. დასაწყისში ვიტყვი, რომ ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირი კითხვა არის როგორ გძინავს, ჩაძინების პროცესი როგორია, ხომ არ გეღვიძება ხშირად, მერე ძილის შებრუნების პროცესი როგორია, როცა იღვიძებ, როგორ გრძნობ თავს და ასე შემდეგ და ეს არის. მე აი ასე იტყოდა, დასაწყისში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს გამოვძინებლები სხვა შორის ძალიან ბევრის მთქმელია ის თუ ადამიანს როგორი ძილის კულტურა, ძილის ჰიგიენა აქვს, მის ცხოვრების წესზე, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეხლა მე რომ ძალიან ბევრი არ გავაგრძელო, მინდა რომ ეკას კონტეს რაც შეიძლება ბევრი დრო დღეს ჩვენთან საუბრისთვის და მოდით მართლაც სხვა შორის ეს სათაურიც ამ ასე ვთქვათ ჩვენი დღევანდელი რუბრიკის ეკას ასე ვთქვათ ინიციატივა იყო, მაინც რამდენი უნდა გვეძინოს ეკა, იმიტომ რომ აქ ახალგაზრდებმა დაასახელეს რაღაც ციფრები, მაგალითად რა ხდება საერთოდ, რომ აი მაგალითად ჩვენს ძინავს 16-18 საათი, ბებიას ძინავს 5 საათი, რა ხდება ამ კონტინიუმზე და რას უკავშირდება ეს ყველაფერი, გისმენთ? მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა გითხრათ, რომ კი ნამდვილად კლინიკურ პრაქტიკაში მე ფსიქიატრი გახლავართ, რომ ძალიან პირველი კითხვა, რასაც ვეკითხებით ხოლმე ჩვენს პაციენტებს, ეს არის ძილი, კვება და პირველი სხვა შორის ნიშნები, თქვათ, გამწვავების მდგომარეობის არის სწორედ ძილის დარღვევები. ეხლა რამდენი უნდა გვეძინოს და საერთოდ ძილი არ განიხილება როგორც ცალკე დამოუკიდებელი პროცესი, ეს არის ძილ-ღვი ძილის პროცესი. ანუ ხარისხი, რა ხარისხი ჩვენ გვძინავს, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ღვიძილის ხარისხსაც. ამიტომაც არის, რომ ბევრი საუბარია იმაზე, რომ მე თუ ცუდება გამოუძინებელი, ხო გამოუძინებლობას თავისი ნიშნები აქვს და შედეგები აქვს მეორე დღეს. რამდენი უნდა გვეძინოს და მაიამ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ იცვლება ასაკთან ერთად და ეს სრულად გასაგებია, რომ ჩვენი ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ მომწიფებასთანაც არის დაკავშირებული. ხო, რა ხდება, რა ცვლილებები ხდება ჩვენს ორგანიზმში, რა ცვლილებები ხდება ჩვენს ტვინში, იმიტომ რომ ძილ-ღვი ძილს განსაზღვრავს ტვინში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ეს არის სპეციალური, მართლა სპეციალური მარეგულირებელი სისტემა, საკმაოდ რთული ქცევის, ესე ვთქვათ, რომელზეც ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და ამ ფაქტორების ერთობლიობა
მდგომარეობა როგორ ეწყობა ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და ეს არ არის რაღაცა ერთი კონკრეტული რეგულაციით განპირობებული ქცევა. ეს არის აი თუ ჩვენ ძილზე ვლაპარაკობ და სინქრონიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ძილთან მიმართებაში. კერძოდ რას ნიშნავს, რომ უნდა იყოს სინქრონული სხვადასხვა პროცესებთან, ჩვენ გვაქვს ცირკადული რიტმი და ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა 24 საათის განმავლობაში იცვლება ჩვენი ძილღვიძლის მდგომარეობა. ეს არის ბიოლოგიურად განპირობებული საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს ეს ბიოლოგიური საათი. მაგრამ ამასთან ერთად ცირკადულ რეგულაციასთან ერთად არსებობს ჰომეოსტაზური რეგულაცია და ისინი გარკვეულად ან სინქრონირებულები არიან, ან ასინქრონირებულები არიან. ამიტომ აი ჰომეოსტაზი რას ნიშნავს, რომ მე რო ვიღვიძებ, მე მაქვს მინიმალური ძილის მოთხოვნილება და მე ნელ-ნელა იზრდება ძილის საჭიროება და სურვილი, ხო? და თუ ეს ახლა ეს აცდენილია ან ცირკადული რითმთან, როდესაც მე უნდა მეღვიძოს, ამ დროს მე მაქვს პირიქით მოთხოვნილება რომ მეძინოს, ხო, არის აბსოლუტურად აცდენა. შესაბამისად ეს გავლენას ახდენს ძალიან ბევრ ბიოლოგიურ პროცესებზე ჩემს ორგანიზმში. და შესაბამისად ცხოვრების ხარისხისაც არის. ხო, და სინქრონიზაცია არის არა მარტო ამ პროცესს შორის, არამედ ცხოვრების რიტმს შორისაც, იმიტომ რომ იყოს სინქრონული. სხვა შორის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც არის ეს ცირკადული და რატო კონკრეტულ დროს უნდა მეღვიძოს, მე ცოცხალ ორგანიზმს ვაპარაკობ, არა მარტო ადამიანებზე. უნდა იყოს სინქრონული სხვა იგივე თქვათ ადამიანი ხო ჯგუფთან ხო ჯგუფთან ხო რატო იმიტომ რომ მე თუ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სახეობასთან დაკავშირებული იმიტომ არის თქვათ ბუები ყველა ბუმ უნდა ღამე იღვიძოს დილას იძინოს თქვათ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ისინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გამრავლდნენ იმიტომ რომ გამრავლების ფუნქცია სოციალურად მნიშვნელოვანია ძალიან იმისთვის რომ გადარჩეს აი ჯგუფი ხო ცოცხალი არსებათა ჯგუფი ბატონო ეხლა არა გისმენთ ჯერ ძილის დარღვევებზე რომ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ უამრავი ფორმა გვაქვს ძილის დარღვევის და აი როგორ უნდა მივხვდე მე მაგალითად მაქვს თუ არა ძილის დარღვევა რა მარკერები არსებობს ამისი რა ტიპის ძილის დარღვევებს ხვდებით ჩვენ ვიცით რომ არის პირველადი ძილის დარღვევა არის მეორადი ძილი ხო როდესაც ის არის რაღაცა გარკვეულ სომატურ ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან შეჭიდული ხო როდესაც მე რაღაცა მიმდინარე შეიძლება სომატური დაავადება მაქვს შეიძლება ამან გამოიწვიოს ძილის დარღვევა მოკლედ აი რომ გვითხრათ ამის შესახებ როგორ სასად უნდა მივხვდეთ რომ პრობლემა გაქვს უნდა მივხვდე მაქვს თუ არა მე ძილის დარღვევა დიახ არის ჯგუფი ძილღვიძილის აშლილობების ესე ვქვია, როგორც თქვი, რომ ცალკე ძილს არ განვიხილავთ, მაგრამ არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აშლილობა, ძილღვიძილის სხვადასხვა აშლილობა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორად. პირველადი ნიშნავს, რომ მხოლოდ ძილღვიძილის პრობლემა მაქვს, ან შეიძლება იყოს განპირობებული, ან ფსიქიკური მდგომარეობით, ან სომატური მდგომარეობით. ნუ გასაგებია, როდესაც არის ესეთი სომატური დაავადება, რომელიც მიდის ტკივილით, მაგალითად, რაღაც გარკვეული ესეთი უსიამოვნო შეგრძნებებით ის უფრო მეტად განაპირობებს ძილის პრობლემებს. ასევე ფსიქიკური არ არსებობს ფსიქიკური აშლილობა, არ არსებობს ფსიქიკური აშლილობა, რომ არ ქონდეს ძილის დარღვევა და როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის გამწვავების, არის სწორედ ძილის გაუარესება. ასევე ნევროლოგიური დაავადება და ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ ცვლილებებს. ამიტომ გვაქვს პირველადი, როგორც ვთქვი და მეორადი. ახლა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კითხვა და სხვა შორის ხშირად ამბობენ, ახლა ჩვენ გვაქვს საერთოდ ესეთი ტენდენცია, რომ ვუარყოთ, რომ გვაქვს პრობლემა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს, ჩვენ გძნობთ ამას თუ არ გძნობთ, ეს ესეა, ხო? და რო ვეკითხები ადამიანს, აი როგორ გძინავს, მე ვამბობ, კარგად, ხო? არ არსებობს ეს კითხვა. რაც თავდაცვის მექანიზმია ერთგვარი. გძინავს, კი, მე აუცილებლად ვეკითხებ, რას ნიშნავს კარგად გძინავს, რომელსაც იძინებ, რომელსაც იღვიძებ და დღის განმავლობაში როგორ გძნობ თავს. იმიტომ
იმიტომ რომ ერთ-ერთი რამდენი ხანი გძინავს და თქვენ ახლა ძირითადად დავიწყეთ ამით რომ 5-6 მეორე ხარისხი ხო როგორი აი ხო რაც მე ვთქვი რომ შეიძლება მეძინოს ჯამში ესე ვთქვათ რომ 6 უნდა 6 მძინოს მაგრამ იმ 6-ში მეღვიძება 4 ჯერ და აღარ გამოდის 6. რა აზრი აქვს? დიახ, ამიტომ მე ძილსაც თავისი ფაზები აქვს, თუ იმ ფაზებს არ გაივლი, შესაბამისად დილას არ იქნები ფხიზლად და არ გექნება აი მისთი. ანუ ეს რაღაცა დრო არ განსაზღვრულის არ არსებობს, ხო? დრო არა, საშუალოდ არის დრო მჭირდება რომ აღვიდგინო და ეს პროცესებმა თავისი ციკლი დაასრულოს. დაახლოებით ეს არის რაღაცა 2 საათი იქით აქეთ, ასაკიდან გამომდინარე, მაგალითად 7 ზოგჯერ 9 საათსაც ამბობენ ბავშვებში და მოზარდებში და შემდეგ უკვე ასაკთან ერთად ჩემი ასაკის ადამიანებისთვის 7 საათი და ცოტა ნაკლები შეიძლება საკმარისი. ხო, აი ეს ამბობ. ოღონდ ეს არის რომ ასაკში იცვლება ძირის ხარისხიც. ანუ თვითონ საჭიროება რა მჭირდება, რა ფაზები უნდა გაიაროს, რამდენი დრო მჭირდება აღდგენისთვის და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორით, მათ შორის გენეტიკური ფაქტორით, მაგრამ ასაკთან ერთად ასევე იცვლება. აი როგორც ბავშვებში, ხო, ეს დაკავშირებულია იმუნურ პროცესებთან, ზრდასთან, ხო, ახლა ბავშვი და მოზარდი ძალიან ინტენსიურად იზრდება, ძალიან ინტენსიურად მიდის იქ ორგანიზმის განახლება, ამიტომ იმას ჭირდება უფრო მეტი ძილი ვიდრე ასაკში, ხო? და გარდა მაგისა, იმუნიტეტთან არის პირდაპირ კავშირში. ზოგჯერ გეუბნებიან, რომ იცი რა, აი ვერ მგზნობ, რომ არ მძინავს. ნუ მეორე დღეს ვარ კარგად, თუმცა აი კითხვარი არის, რითი უნდა მიხვდე? კითხვარი არის ძალიან მარტივი. აი თქვათ და გაჩერდი და ზიხარ, ხო, ჩაგეძინა? ან მოგდე ტრანსპორტში ზიხარ დღის განმავლობაში, ანუ შენ კი ამბობ, რომ პრობლემა არა მაქვს, აი ტელევიზორთან ჩამეძინა. ხო, ანუ ვერ ღვიძილის პროცესი დარღვეული, არ ვარ ფხიზლად. იცით რა მაინტერესებს? ეს თუ არის არ ღვიძავს. დღის განმავლობაში კი ბატონო. ეს თუ არის აი მსგავსი შემთხვევა, როდესაც აი მაგალითად მე მქონია შემთხვევა სამსახურში ახლა ძალიან ისეთი აი კომპიუტერთან რო ვზივარ, იქ ჩამძინებია. ოღონდ ეს არ არის რეგულარულ ხასიათს არ ატარებს, არის ხოლმე გარკვეულ პერიოდებში. აი ეს შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, პრობლემად, ან თუ ჩაითვლება მხოლოდ იმ რაღაცა გარკვეული მონაკვეთში პრობლემაა, თუ გრძელვადიანად მაქვს ვთქვათ ეს პრობლემა. ნუ ჩვენ როდესაც ვაკეთებთ აშლილობაზე, აშლილობას აუცილებლად აქვს სიხშირე და ხანგრძლივობა. ნუ სულ ცოტა სამჯერ მინიმუმ 3 თვის მანძილზე. ხა თუ ეს გრძელდება და ზოგადად ადამიანგან ეცდა მე ყოველთვის ესე ვიყავი ჩემი მშობლების და ბევრი გენეტიკური რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დარღვევაც გენეტიკურია. ხო? და ძალიან კარგადაა შესწავლილი, რომ არასრულფასოვანი ძილი თუ ეს განმეორებადია, ანუ სიხშირე და ხანგრძლივობა, თუ ეს არის განმეორებადი, ძალიან სერიოზულად გავლენას ახდენს. თუ ახლა ფსიქიკურს ზოგჯერ კიდევ უფრო უარყოფთ ხოლმე, მაგრამ აი ელემენტარულად იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკი, იზრდება ძალიან ბევრი, თქვა იგივე სულ ყველაფერს დავთავიდანო ჭაბწონიანობის რისკი, იმიტომ რომ კორტიზოლის დონე მიყრებს, სტრესში არა, მაგრამ სტრესი ორგანიზმში ზარღვთა რაღაცებთანაც არ დაკავშირებული. მე უძილობის დროს რაღაცა ეს დავდივარ, მე სულ გულის აჩქარება, არითმია, აი და ამიტომ ახალგაზრდები მანამდე ვართ, მანამდე ესე არ ვართ. ეს ჩვენთვის ახლა ვერ ხვდებით, ხო, ახლა ჩვენ იმუნურ სისტემაში რა ხდება, ესე ვერ აღვიქვავთ. ანუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი უჯრედი აღარ ვეხარ და როცა მიხვდებით, შეიძლება უკვე გვიანი იყოს, ამიტომ უნდა დავაბალანსოთ. რთული იყოს მკურნალობა და შესაბამისად. აუცილებლად მინდა კითხო ჰიპერსომნიაზეც, ანუ გადაჭარბებულ ძილიანობაზე, იმიტომ რომ ძილის დარღვევა არ არის მარტო ძილის დეფიციტი, აი ეს ასევე გამოკვეთილი პრობლემაა და ამაზეც რო გითხრა, იმიტომ რომ გავრცელებულია საკმაოდ სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები. სტრესის დროს სხვათა შორის, ანუ არ ვიცი, ჩაგეჭრებით, მაგრამ აი მე გამიგია მაგალითად რომ სტრესის დროს შესაძლოა რომ დიდი ხანი ეძინოთ. არა მარტო სტრესის დროს, ინფექციური დაავადებების დროსაც, იმიტომ რომ ესეც კიდევ ამასთან არის დაკავშირებული, რომ უნდა აღვადგინო მე ძალები. ან ორგანიზმში ეს რაღაცნაირად მდგომარეობიდან გამომდინარე რეგულირდება. ჩვენ თუ მთელი ეს თქვა ძალით ვეწინააღმდეგებით ამ პროცესებს, მე მნიშვნელოვნად ირევა ხოლმე ძალიან ბევრი პროცესი ჩვენს ორგანიზმში. ჰიპერსომნია ასევე არანაკლებ იშვიათი პრობლემა არის იგივე დეპრესიების დროს, მიუხედავად რომ ჩვენ ძირითადად უძილობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ აქაც
ჩივილი არის მაინც ძილის დეფიციტი. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მე შეიძლება ხანძლივად მეძინოს და მე მეორე დღეს ვარ ძალიან მოთენთილი. ამ დღის განმავლობაში მეორე დღეს მძინავს. ხო ეს გაგვიგია რა თქვა შფოთვის დროს როგორც ინსომნია, ასევე ჰიპერსომნია დაახლოებით ისეთივე სიხშირით. ანუ არ არის ხარისხიანი ძილი. არ ხდება და დროს გააჩნია ალბათ, ხო? რა დროში გძინავს? ანუ აი მაგალითად ღამის ძილი რომ მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ აი მე და ბექასაც ახლა წეღან რომ საუბრობდით, აი შეიძლება მთელი ღამე არ დავიძინო, ან 2 საათი, მაგრამ თუ დილით დავიძინებ, იგივე შედეგს მივიღებ, თქვა რაც ღამე ძილი. თუ ღამე არ დავიძინე და დავიძინე, ვეცადე რომ დავაბალანსო დღის ძილით, არანაირი შედეგი არ აქვს. ანუ არ დავიძინო შედეგი და ღამეს დავალოდო და მე ღამე გამოვიძინო. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცას კითხულობთ, ეხლა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ თქვით ცირკადულობა, ხო ცირკადულობა პირდაპირ კავშირში არის დღის სინათლესთან. ამიტომ ცირკადულობა და ჰომეოსტაზი რო ირღვევა, დღის ძილი არ არის იმ ხარისხის, ვერ იქნება იმ ხარისხის, რაც უნდა იყოს. ბიოლოგიურად არა ვარ მე მზად იმ დროს რომ დავიძინო. მე კი დავიღალე და დავიძინე, მაგრამ პროცესი არ არის თანხმოვანი. ხო, დისბალანსია და ეს დღის სინათლე არ გულისხმობს პირდაპირ მნიშვნელობით დღის სინათლეს. მე მიცდია ფარდები ჩამომეფარები და მაინც არ შევა. ხო, სინათლე ერთ-ერთი ფაქტორია, თქვა, ის ახლა მზეს ახლა ჩვენ ამ ნაკლებად ვართ, ეხლა უკვე დამოკიდებული მზეზე. ხო, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ესე გამუშავდა, მაგრამ ასევე ეს არის, ხო, ეს რეგულაცია ბიოლოგიური საათი. ბიოლოგიური საათი და ეს მონაცვლეობს ესე, ხო? თუმცა ასაკის მიხედვით შეიძლება ეს ბიოლოგიური საათი უფრო გადმოიწიოს ხო ადრე. მოზარდობაში გადანაცვლება ხდება და გვიანი ძინებენ, რაც თუნდაც ამ კორტიზოლის ძილის ჰორმონის სეკრეციას უკავშირდება, არის ხო, აი ესეც თქვა და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაახლოებით ადამიანს აქვს 24 საათიანი ციკლი ნებისმიერ ასაკში. მაგრამ აი რაც არის ხო აი ღვიძილის უფრო რამდენად ფრხიზლად არის დღის საათებში თუ საღამოს საათებში, აი წანაცვლება ასაკთან ერთად ხდება ხოლმე და ბავშვებში და მოზარდებში თითქოს უფრო წაინაცვლებს საღამოსკენ. მაგრამ მერე უკვე მოზრდილ ადამიანს წესით უნდა ისევ დაუბრუნდეს, აი ის დაუბრუნდეს, ჩამოუყალიბდეს სწორი დილღვიძილის ციკლი. სამწუხაროდ ახლა რაღაც ცხოვრების ზღვაში ძალიან ბევრი კვლევა არის შესწავლილი იმ პროფესიებს, როდესაც ღამე უწევთ აი მორიგეობა, მაგრამ ღამის სამუშაოა და ასე შემდეგ და ნუ ძალიან კარგადაა დადგენილი, რომ მე თუ ხშირად მაქვს ესეთი საჭიროება, რომ ღამე არასრულ ფასოვნად მეძინოს. აქ არ არის ლაპარაკი, რომ საერთოდ არ მეძინოს. დაახლოებით 2-დან 4 საათამდეც რო არის დეფიციტი, უკვე რა ცვლილებები ხდება და ნუ პირველ რიგში ხა კოგნიტიური ცვლილებები და შეიძლება ეს კოგნიტიური ცვლილებები შეუქცევადიც კი აღმოჩნდეს და აი მე როგორ მოხდება მისი აღმოფხვრა ძალიან რთული სათქმელია. კონცენტრაციის, მეხსიერების პრობლემები, დასწავლა, ყურადღება, რეაქციის უნარი, ამიტომ ავტოკატასტროფების შემთხვევები მატულობს და ასე შემდეგ. ეკა ძალიან მინდა კითხო, იმიტომ რომ ხშირად არის პირადად ჩემს პრაქტიკაში ძალიან შეშინებულები არიან ადამიანები, აი მაგალითად გაღვიძების ან ჩაძინების პროცესში ჰალუცინაციებით და ხო აი რაღაცა ერთგვარი ეს რო ვთქვათ, აი გავარკვიოთ ადამიანები ამაში ჰალუცინაცია და აი ამ ტიპის ჰალუცინაცია და ასევე მინდა რომ ძილის დამბლის საკითხსაც შევეხოთ, ესეც ხშირად ხდება პრაქტიკაში, როდესაც რო გავმართოთ ახლა ეკა უფრო იტყვის ხო რა არის ძილის დამბლა, ალბათ ეცნობათ ადამიანებს ეს მდგომარეობა. ნარკოლეპსიას გულისხმობთ ალბათ, როდესაც ადამიანი უცბად მოწყვეტით, ხო. ეხლა რა ხდება იგივე პარასომნიებსა და ნარკოლეპსიის შემთხვევაში, ხო პარასომნია კიდე სხვა ჯგუფი არის აშლილობების, რაც შეეხება ჰიპნოგოგიურ და ჰიპნოპომპიურ ჰალუცინაციებს, შეიძლება ეს არსებობდეს, მაგრამ გააჩნია რამდენად თქვათ მართლა შემაწუხებელი ამ ადამიანს, რამდენად ხანგრძლივია და რამდენად გამეორებადია, თორე ყველა ადამიანს განსაკუთრებით სტრესის პირობებში შეიძლება ეს მომატებული ქონდეს. რაც შეეხება ეს ნარკოლეპსიას, ეს არის ესეთი მდგომარეობა, როდესაც მე უცბად გადავდივარ REM ძილში. აი როგორც თქვით ჩვენ რაღაცა გარკვეული
ფაზები უნდა გაიაროს ჩემმა ტვინმა და ძილმა, რომ მე მივიდე კონკრეტულ მდგომარეობამდე და იმის მაგივრად რომ მე გავიარო ეს ფაზები, პირდაპირ შევდივარ აი ამ ძილში. ეს რა არის? ეს არის ის პერიოდი, როდესაც მე მეტნაკლებად შემიძლია მესმოდეს რა ხდება გარეთ, მაგრამ კუნთები არის სულად პარალიზებული და აი მოწყვეტი დავეცე. და ეს შეიძლება აი რაღაცა გამღიზიანოს სიცილის დროს, ჭამის დროს, გადახურების დროს, გადაცივების დროს უცბად განვითარდეს. არ არის ძალიან ხშირი საბედნიეროდ, მაგრამ ამის დიაგნოსტირება ძალიან ზუსტად არის შესაძლებელი და მკურნალობაც არის, შეიძლება იყოს მასტიმულირებელი ნივთიერება, მედიკამენტური მკურნალობა და მაინც აი რა იქნება? ხო, არა ქცევითი თერაპია, იცით, აი ქცევითი თერაპია აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვებით აშლილობებშიც და ძილის აშლილობებში ქცევითი თერაპიას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. აი მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ გარკვეულად დღის განმავლობაში დაინიშნეთ დრო, რომ ცოტა ხანი ჩაგეძინოთ, რომ ძილი ვინაიდან თქვენ ვერ ასწრებთ აი ამ პროცესს, უფრო გაიაროთ, მოკლედ აი ეს ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც აუცილებელია, ხო? დაგეგმოთ თქვენი როგორც ძილის, ასევე ღვიძილის პერიოდები, ხო? და შესაბამისად ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შეიძლება განაპირობოს, აი ტრიგერი გამოიწვიოს აი ამ მდგომარეობისა. რაც შეეხება პარასომნიებს, პარასომნიების ძალიან საინტერესო ფენომენია, აი ღამე ძილი, მაგალითად ან ღამის ტერორი, ან საშიში სიზმრები, ხო? ძალიან უსიამონა, თუმცა ახლა ღამის ტერორი აღარ ახსოვთ ხოლმე, მაგრამ ვინც იმის გვერდით წევს, წარმოგიდგენთ ადამიანი შეიძლება დააზიანოს. პრობლემის გადაჭრის გზა რა არის? ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აი ინსომნიით, ებრძვიან ამას და რა შეიძლება ესე დროს გააკეთოს ასეთმა ადამიანმა და აქვე დაგისვა მკითხვას, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, ეს წამლები, მედიკამენტები, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ძილის წინ და ასე შემდეგ. ეს დაუშვებელია. სრულად დაუშვებელია, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა ტიპის ძილის დარღვევას. ანუ პროფესიონალთან კონსულტაციის გარეშე აქაც უნდა ვთქვათ, რომ არ შეიძლება არანაირი მედიკამენტის მიღება, მათ შორის არც საძილე და არც სხვა რა თქმა უნდა. კი, და მით უმეტეს ხანგრძლივად აი ზოგი იყენებს მაგალითად რაღაცა ჯგუფს, რომელიც დამაძინებს, მაგრამ ის ასევე როგორც მაძინებს, ესევე ადუნებს ჩემს კოგნიტურ აქტივობას. ღვიძილის დროს ღვიძილსაც მოქმედებს, ხო? პირველ რიგში სრულად განსხვავებული მკურნალობა სხვა ძილის დარღვევების დროს ჯერ უნდა დადგინდეს დიაგნოზი. მეორე, როგორც გითხარით, არის პირველადი და მეორადი, უნდა დადგინდეს, ეს არის პირველადი ძილის დარღვევა თუ მეორადი, ანუ სხვა ძირითადი პრობლემით განპირობებული, ამიტომ ძირითად პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება და არ უბრალოდ გადაიფაროს, თქვათ, აი ამ ძილის ანუ ის მიდგომა, რომ მცენარეულია და არაფერს არ გიზამს, არის არასწორი. არაფერს, მარიხუანა მცენარეა თქოს ვიცი. ფოტოშორის არ ვიცი მაგრამ იყენებენ მათ შორისაც ამ იმას დასაძინებლად. კი და ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი როგორც სხვა მედიკამენტები. სედატიურ საშუალებად არ ვიცი. სედატიურ საშუალებებს, სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებსაც ეს თვითმკურნალობის მიზნით იყენებ და მე უკვე მეორად პრობლემას ვაწყობთ, რომ უკვე დამოკიდებულება ვლინდება, ხო? უნდა წავიდეს დასასრულისკენ, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ, მაგრამ მე მაინც მინდა რომ კითხოთ აი რითიც დავიწყეთ მე და ბეკა მაინც დაახლოებით ღამეში ალბათ 6 საათი არის, 6-7 საათი, ხო? და მეორე დღეს არ უნდა გეძინებოდეს. მეორე დღეს ხო, აი ამით უნდა განვსაზღვროთ მოკლედ ჩვენი ძილის დროის ხალისხი და ასე შემდეგ. რო აი მეორე დღეს აი რომ ვიღვიძებ, გამოძიდ ხიზლად ვარ. დაღლილობის შეგრძნებით ხომ არ ვიღვიძებ. ფეხები უკან ხო არ რჩება როცა ზუსტად ეგ არის კარგი. ხო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი, რომ მივხვდეთ, რომ რაღაცაში ყოფნის ან არ ყოფნის და რეზიუმის სახით მაიაშ რომ შევაჯამოთ დღევანდელი. ხო, აი ყველაზე მთავარი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ 2 წუთი თემა ამ თემას ვერ დავფარავ. ცალკე თემაა ბავშვებში ძილის დარღვევები და ამას ცალკე ასე ვთქვათ გადაცემა სჭირდება. ამოუწურავი თემა, მაგრამ ყველაზე მთავარი მესიჯი რაც გვინდა ვთქვათ, რომ თვითმკურნალობა არის ყოველთვის დამაზიანებელი. ჯობია ცხრები ითვალოთ ეს. მე ვაღიარებ, რომ მეც გამიკეთებია და არის ძალიან ცუდი.
ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი თვითმკურნალობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს არის ძალიან ცუდი. და კიდე რა იცით, წაყრუება ამ საკითხის, ამიტომ ჩვენ თო გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, როგორ ამოვიცნოთ, რომ ამოიცნოს ადამიანმა არ წაუყრუოს, ანუ იმიტომ რომ ძალიან გართულებულ მდგომარეობაში მოდიან ხოლმე უკვე სპეციალისტთან და რა თქმა უნდა, ზრუნვა ძილის ჰიგიენაზე არის ერთ-ერთი მთავარი მარკერი ჩვენი ცხოვრების ხარისხის. აი ეს რო გვახსოვდეს ყველას, ჩემ თავსაც ვეუბნებია. მეც, ჩვენ ყველა ვეუბნებით საკუთარ თავსაც. ბატონო, და თქვენც ამას გირჩევთ მეგობრებო, რეკომენდაციას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, ქალბატონო ია თქვენც და აუცილებლად სანამ დავასრულებთ მე და ბექა აისი უნდა გამოიწეროთ ინსტაგრამზეც, ფეისბუქზეც და უნდა ეწვიოთ ვებგვერდსაც, იმიტომ რომ დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო იმ სიკეთებზე, რომელსაც ეს პლატფორმა გვთავაზობს, სრულიად უფასოდ ნებისმიერ ადამიანს და ამ დროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფასოდ შეგვიძლია გარკვეული ინფორმაციის მიღება.